მშვიდობა ყველას. გაახარება. შეიძლება იფიქროთ რა არის ეს და მართლა არა ვარ ხასიათზე. რა ისი ხა? ხო ისე რომ სარამე კარს გაგიხარდება, მეგობრებთან მიდიხარ და ახარებ. როცა რამე გეტკინება, გეწყინება ის საყვარელ ახლობელ ადამიანთან მოდიხარ, ოჯახის წევრთან მოდიხარ, გულსუხსნიან და კარს ისეთი მეგობარი. მეუღლე ქმართან, ქმარი მეუღლესთან, შვილები მშობლებთან ამხანაგი თავის ამხანაგთან თავის გულის ტკივილს უხსნის. ასე მეც რა ვიცი იმ ხალხს ვეუბნები ვინც ალბათ გამიგებს ვისთვისაც ეს სხვანაირია და რაღაც რელიგიურად არის შეიძლება გაიცინოს და თქვა საწყალი მეტი საქმე არ ქონია ამას ვიღაცა ჩემსავით ვინც ფიქრობს ალბათ ხო იცი მოაზროვნები ყველაფერსში მოიძებნება მოაზროვნე მაგრამ ერთი არის ხო სწორი გზა ხო და რა ვიცი ახლა ვიტყვი და იქ გამოჩნდება ყველაფერი ვერ მოვისვენე როგორ ერთი საათი არა ალბათ ნახე ეს და თავის დამშვიდება დავიწყე დაანები შენ თავი ვინც რას უნდა ის უქნია შენ რას დაეძებ კაცო ყველა შეხო შენს იმას მელოდიაზე ხო არ ირბენს მაგრამ ვერ მოვისვენე შევწუხდი და თუ ეს ჩემი არის და ისე მშვენიერია და ხორციელია უფალმა გამანთავისუფლოს და თუ ეს რამე სწორი მდგომარეობა არის ეს არ შენელებული იყოს ჩემში პირიქით უფრო გაზრდილი იყოს და თუ სწორი არის მაშინ ყველაზე უფრო რასაც უკასრავად აქ თითროვდებ ტელეფონთან ალბათ ხმას ვაკავებ ამ ხელი დავიკარებაზე აქ ხელი რომ მიჭირავს დინამიკზე ვდებ თითს და ხანდისხან თითქმის არ ისმის ჩემი ლაპარაკი ხო გული მეტკინა ისეთი რაღაცა ნახე რა კაცო იმდენ რაღაცებს ხედავს კაცი იმდენი რაღაცებს მოусმენ რა თქმა უნდა კაცო ერთი ამბავია YouTube-ში და ინტერნეტში მაგრამ მე იმიტომ მომხდა გულზე იმიტომ მეტკინა რომ მორწმუნე ქადაგებელი რომ ნახე ეწყინა მეტკინა და ახლა შენ თქვი თქვი და ხო იცი რო იტყვიან იმშობი არე და თქვი გამოანთავისუფლე რა ნახე იმისანა შეგვაწუხე აქ და ბოლო ამოშაქრე და რო იტყვიან კაი გაბედულების ხო იცი გაბედულების გულისთვის კაი კაცო რა გავიცინე გაბედულების გულისთვის ხო იცი იმას სვამენ არახს გადაკრავენ ერთი ტანში რო ვარდებოდნენ ზასტალინო ზალინინო და რო ხდებოდნენ ადვოკატი მეც ახლა ზაისწინო საპრავდო ზაისწინო ზა ევანგელია მოხსნი ახლა ჩემს ამი არ გიგონადეს ენერგიას რა ცოტა კოფესავით არა რაღაცა ცივი კოფეა სიმხნევისათვის გული გავიმაგრეთ იმიტომ რომ მე შენია რომ ვიცი რომ ბევრი იტყვის აი მეტი საქმეს არ ქონია კაია სიცოცხლე კაია კოფე დავაი კახოჯან იოსებს მოზახიან დავაი იოსებ ჩემთან ვეუბნები მიაწეკ იოსებ ბოლომდე დავაი რას გამოვა ის გამოვა ვიცი რომ ბევრ მორწმუნეებს უყვარს სპორტი უყვარ დიდება უფალს მეგობრებო შეიძლება
მორწმუნეს უყვარდეს ფილმების ყურება. არიგას. თუ უყვარს და ეს მისი მინუსია თუ პლუსია, ის მას აქვს თვითონ. სინდისის სულიწმინდა მას ელაპარაკება, ან დაეტყვის. ამიტანს უყურებ კაცო ხარ, რა არის? ამდენი სახალება რო წაიკითხა ხო რამდენს გაიგებს. მაგრამ ეს ადამიანზეა განკუთვნილი. Brother. Un placer contigo. ადამიანს უნდა სწამდეს რისთვის არის მოწოდებული და რა არის მისი მიზანი. ისე რა არის? ქურდი ერთ რახაზაზე ფიქრობს, როგორ მოიპაროს. მე ხა თქვენ არ შეგაშინებთ? მე სანამ ვირწმუნელის არ ვიყავი, თები არ მივაგ და ანგელოზი კი არ დავფრინავდი. მე ვიყავი ქურდი. უკაცრავად. შეგაშინეთ ხო უკვე? სანამ რამეს არ გავაკეთებდი, არ დავიძინებდი. არ მეძინებოდა. ვიღაცა იყო ნარკომანი. სანამ ნარკოტიკს არ გაიკეთებდა, არ დაიძინებდა. 24 საათი უტრიალებს იმ კაცს ნარკოტიკი. 24 საათი ფიქრობს, ვის რა მოპაროს. რო არ მოიპაროს, არ დაეძინება იმ კაცს. უკაცრავდა ლომკებშია. ვიღაცა იყოლებოდა და მეზობლები ჭორავ. თუ არის ვერ გაჭორავა ვიღაცა. თუ მეზობლის სახში არ გადავიდა და არ გამოჭორა ვიღაცა ხომ ვერ დაიძინებს, იმ ჭიას ვერ გაახარებს ეს უწმინდურ ჭიას. გაჭორავს, ცილს ასწამებს, რაღაცას რომ მოისმინა იმას ხრანაირად გადააკეთებს, მეზობელს მიუტანს, ვიღაცას გათხუყნის, გაჭორავს და დამშვიდებული დაბრუნდება სახში და დაიძინებს. კარგი მასწავლებელი. დაამთავრეს კლასის სკოლაში მუშაობას, დაბრუნდება სახში, შეამოწმებს რვეულებს და ჩდება და ფიქრობს. სხვაზე რაზე მოვიფიქრო. მე დაწყებილ კლასებში ვიყავი, ფრიადოსანი დაფაზებე კიდე, მაგრამ მე რაზე გავიზარდე, ჩამოვხსნეს. όσο დავიწყებით ბიჭო ვარ. კაი მასწავლებელი იცი რა? ფიქრობს. რა უშველო ამ ქებურიას. როგორ დავაინტერესო ეს მათემატიკა. სის მან უნდა დაიძინოს. არა და ის მას აწუხებს ქებურიას ისა რომ არ აინტერესებს მათემატიკა. იცი რატო? ის რაშჯონი მასწავლებელია. მას უნდა რომ თავისი საგანი ვიღაცას აუხსნას და იმან ისწავლოს. ასეა ექიმი. დაამთავრებს ექიმის სამავთყოფოში მუშაობას, ბატონო ბურთიდან მოიდანი. თუ გინდა რესტორანში წადი, თუ გინდა სახლში იჯექი, თუ გინდა ფილმებს უყურე, თუ გინდა ამხანაგებში შაშრიგები შეწვი, ექიმია. ის მიდის და ზის ტაღზე რაღაც კაფეს ხავს და ფიქრობს. იმ ავამტყობს სიცხე რო არ გაუდეს, რა არის ამის მიზეზი. იჩქერკინება იქ წიგნებში, ან და კომპიუტერში და ვერ ისვენებს. რატომ არ ტოვებს ამ ავამტყობს სიცხე? ვაი თუ რამე დაიმართოს. ჭამს და გემოს არ გზნობს, წყალს სვამს. ეუბნებიან რაღაცებს, ერთ ყურში შედის, მეორეში გამოდის, იქ არის უკან სამავტყოფოშია იქ. სამავტყოფის გვერდით დგას და ფიქრობს. რატომ? რაშჯონი ექიმია. ის სამუშაოს გულისთვის არ არის მარტო. დაამთავრა მუშაობა და ვსა. გაიხადა ხალათი და უკვე ექიმი არ არის. არა, გაიხადა ხალათი, მაგრამ ის მაინც ექიმია. და სუსტად ასეთივე პრიორიტეტი. ეს კანონი მინდა მიუმართო ჩემს თავს და ყველა მქადაგებელს და ყველა ღვთისმსახურს. კრებულის გარეთ შენ ხომ ისე ვიხსხარ. რა დაგაჯეს შენ სტადიონზე? რა გაყურებინებს შენ ვინ მოიგებს?
საქართველო მოიგებს თუ ესპანეთი მოიგებს თუ ინგლისი მოიგებს შენ რას მოგცემს ეს მითხარი ხა ვიცი აი დამშვით კაც 2 წუთი დამშვით მომისმინეთ ბოლომდე მე არ ვამბობ ახალ მორწმუნეებზე თუნდაც მორწმუნეებზე მე ხას უსვამ ვინც ვიდაიოცება აი ქადაგებს ასწავლის რაღაც მასწავლებელია ბოლო ელაპარაკება ხას ასწავლის ღმერთირჯულს ეხლა მიყურე შენ ასწავლი შენ ის კაცი გისმენს გამოდიხარ გისმენს შენ ის ხუცესი ხარ ქადაგებელი ხარ და შენ ხედავს იგი სტადიონზე სიტყვაზე ვამბობ ხო შეგიძლია ტელევიზორიდანაც უყურო არა შენ გაიქეთ სტადიონზე კარგი თუნდაც იყავი სტადიონზე მერე შენ ამას იღებ მე ვაფორმებ ცოტას და დებ Facebook-ზე შენ იცემით რას აკეთებ მომბაცეთ მე არაფერია სტადიონზე ჯდომა დავაი ყველამ ცოტა მიკლია იოანეს ტანისამოსი ჩავისვა და დაგიაროთ ყველას ჩემო ძმებო ეხლა მომისმინეთ ძმებო მეგობრებო უბრალოდ სანამ წამეჩხუბებოდეთ ერთ შეკითხვაზე დამიცეთ პასუხი მაგრამ ჩვენ თუ სიმართლე არ გვიყვარს და ჩვენ თუ აპრავდანიას უცებ ფარს გავიკეთებთ და მუხლების ზებნას რომ შენი პოზიცია გაიმართლა მაშინ აზრი არ აქვს შენ ამას უსმენ გათიშე და წადი იქით მაგრამ თუ გიყვარს სიმართლე მომისმინე ბოლომდე ჩვენ ხომ უნდა გავდეთ იესოს რას უფრო დრო გადის რას უფრო ხანი გადის ნუ თუ არ გვინდა ჩვენ უფრო და უფრო ვემსგავსოთ ქრისტეს მე მინდა მაგალითად მე ვიცი რომ მე მაგრა და არ გავარ მე იმდენი სამუშაო აქვს ღმერთ შემში ფიქრობ 1000 წელი რო ვიცხოვრო კიდე მოასწრებს უფალი მე ბოლო დღეს რა გძნობ ძუნწი გავხდი დროის ადრე ასე არ ვიყავი ადრე აი მილიონერები ვიყავი სადაც მინდა იქ ხარჯავდი ამავე დროს მორწმუნე ვიყავი ისედაც მაგრამ ხო წერია გაურთხილდი დროს რატომ დროში მოათავსახ მაგრამ ყველაფერი შენი საათი მიდის და შენ რა შეგეძლო ბოლო წუთს როცა გადასვლის რომ მოვა ყველანი ვიტყვით ვინც კარგად მუშაობდა ვინც ნახევრად მუშაობდა ვინც ზარმაცობდა ყველანი ვიტყვით მაშინ რა დრო დავკარგე რამდენი შემეძლო უფლისათვის გამეკეთებინა რა ისი ძუნწი უნდა გახდეთ დროის მეგრულად მას ქვია წყუნწკი ეს ძუნწი კაცი არაფერზე არ არიზლება ისე უნდა ვიყიდო არ ვიყიდო ხო იცი მილიონერია ეს კაცი ფიქრობს ვიყიდო არ ვიყიდო ასე უნდა ვიყოთ ერთ პასუხი გამეცე სანამ გამასამართლებდე შენ წარმოგიდგენია მოციქული პავლე მოციქულები მაგალითად მაშინაც ხო იყო სპორტი რომაელები და კორინთელები თამაშობენ რაღაცას რა იცი ბურთი იყო თუ რა ხბო იყო თუ რაცაბი ჯოხები თამაშობდნენ რაღაცა ხო იყო სპორტი აი იქ დაჯდებოდნენ ანდა სადმე იმისანა რამე არის მოცემული რომ აი ვიღაცა წავიდეს სადღაც პავლე ქრისტიანები იცი სტადიონზე მარტო ერთი მიზეზით იკრიბებოდნენ ხომ იხდება სად ლაპარაკობ
ქრისტიანები იკრიბებოდნენ სტადიონზე ერთი მიზეზით. მათ სტადიონზე იქ აწამებდნენ, ლომებს უგდებდნენ. მეტი სხვანაირად მათ საქმე არ ჰქონდათ იქ. ამდენ თუ შენ იტყვი რომ უფალმა გაგზავნა, მაშინ შენ იქ უნდა იქადაგო, ანდა ვიღაცა უნდა გადაარჩინო. კაი, დამთავრდა მატჩი, დაბრუნდი. ვინ გადაარჩინე, ვის უკადაგე? უყურე, უყურე. რა ზდება მას ახალი? იცი რა საკეთებ შენ ამით? ამით შენ ლაპარაკობ, всё нормально. ეს თავისუფლება. შეგიძლიათ იარო სტადიონზე. იქაც იაროთ, აქაც იაროთ. არა. თამაშობ შენ რაღაცას. შეგიძლია უყურო ტელევიზორში, შენ სახლში. შეგიძლია ჩუმად გაიპარო სტადიონზე და იქ უყურო, მაგრამ ეცადე რომ იქ არავინ არ გნახოს. არა, ეს სასახელო საქმე. მე ვლაპარაკობ ჩემსას. შენ თუ გინდა იქ გუნდის წევრი გახდი, გასა მე რას დავეძებ. შენ მორწმუნეებს მოაქეზებ. იმიტომ რომ შენ მორწმუნეები გისმენ როგორც ქადაგებელზა, შენ რომ ზიხარ იქ იმაში საკერპოში. რომ დაგინახავ საწყალი, რომელსაც ეს ცოდვად მიაჩნია. ასამბობ პავლე, თუ მეო ხორცი ჭამაში მიზლიო, მაგრამ თუ ეს არ აბკოლებსო ჩემს ძმას, პავლე ამბობს, უკუნისამდე არ შევჭამო მე ხორცს. წავიკითხავ რამოდენიმე მუხს. და სანამ წავიკითხავდი, ერთზე კიდე მიპასუხე და მერე მაგინე რამდენის გინდა. შენ თვითონ აგებ პასუხს. ჯერ წავიკითხავ რომელთა წერი და ერთ ადგილს. ეხლა რამდენს ვუწკინე ეხლა, თუ დავჭერი თუ რა ვიცი. აუ, კახა შენ უფრო სულიერი მეგონე და შენ. კაც დაანები შენ რას გეგონე ის არა მთავარი. მე ერთს რა გონი ვარ შენ და მე ისა მთავარი თორე. ჩვენ ერთმანეთს ნიშნებს რო დაუწეროთ. კარგით. უყურეთ. ვინაიდან ღმერთის სასუფეველი საჭმელ სასმელი კი არ არის, თუმცა ეს საჭიროა ორივე. ღვთის სასუფეველი არისო სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმინდაში. ვესწრაფოთ იმისაკენ, რაც მშვიდობასა და ურთიერთ შეგონებას ემსახურება. საჭმლისათვის ნუ დაანგრევ ღმერთის საქმეებს. როგორ შეიძლება საჭმლისათვის დაანგრიო ღმერთის საქმე? შეიძლება თურმე. ეს მარტო საჭმლის სასმელი კი არ არის. რაღაც ჰობი. რაღაც არა ის მაგალითი მისე შენს ახალ პატარა და მოჩიტებულ ძმებს დებს. შენ უნდა იყო მაგალითი. შენ შეიძლება ერთხელ წახვიდე სტადიონზე და აჩვენო ეს. და მეორე წლამდე არ ნახო სტადიონი, მაგრამ შეიძლება იმ კაცმა ის კაცი გახდეს ისა ბალიშიკი. უკვე ქრისტეს ბალიშიკი არ იქნება ის. ის იქნება იმ გუნდის ბალიშიკი, რომლისკენაც შენ მას დაუჭიკავ. ამიტომ შენ მოგკითხავს უფალი. საჭმლისათვის ნუ დაანგრევ ღმერთის საქმეებს. უმჯობესია არ ჭამო ხორცი, თუმცა ეს შეიძლება და ღმერთმა მოგზა. და არ დალიო ღვინო და არაფერი. იქ ყველაფერია, არაფერი. რითაც შენი ძმა შებრკოლდება. შენ ფეხს უდებ. შენი სურათით. შენი გამოჩენით. როგორ გითხრა არ ვიცი.
უკეთესია გადაგიღო ვიდრე ვინმე გაჭირვებულთან რომელსაც რამოდენიმე კაპიკს აძლევ ანდა ბრადიაგასთან და რომ ბრადიაგასო ყოსნი სუნიან და იმ დამპალ ყელში გოფლიან ყელს რო ყოსნი ის უფრო დაგაფასებდი ვიდრე შენ რაღაც ვიღალ ამ ქვეყნიურ გუნდებს ბალიშიკობ და გულიდკი ის გულიდკი ვაგაზე შენ ვაფშე ძმაო აზრზე ხარ რაზე ხარჯავი მარგალი დროს თუმცა შენი ნება ხო წერია უსამართლო კვლავ უსამართლობდეს უწმინდური კვლავ უწმინდურებდეს მოვალ ყველას თავისას მივაგებ ეს შენია მაგრამ გამოიყენე კაცო ის დრო სხვას მაინც არ ის არ მისე კაცო ტალჩოქს ნუ აძლევ კაცო სხვა მორწმუნეებს იხა არის ჩუმად იყავი არავინ არ ნახოს და არავინ არ გადაგიყოს იქ სურათი არა შენ ის არ შენ თვითონ უკვე იღებ და აპიარებ რომ ეს ნორმალურია არა ეს ნორმალური ეს არის მშვინიერი ხორციელური და ეშმაკური აზი რაც გინდა ის წერე და ისი ფიქრე ჩემზე გააქვს რწმენა შენთვის გონდეს ღმერთის წინაშე მაგრამ უმჯობესია არ ჭამო ხორცი არ დალიო ღვინო და არაფერი რაც რითაც შენი ძმა დარკვევდება ეხლა ერთი ადგილი და всё კორინთელთა მერვე თავი ერთ ვარცხლები გამოვარდა ალბათ რაღაც უნდათ მე მახსოვს მერვე თავი ეხლავე შენ ერთუთას ცელაგაცის დამეკარე რა პავლე წერს უკეთესი არისო თუ მე პირველი კორინთელთან არ ვიცი ეხლა გავსინჯავ ეხლავე პირველი კორინთე მე თავი ყოფილა უკაცრავად ბოდიში საჭმელი პავლე ამბობს საჭმელზე საჭმელი არ მიგაახლოვებ თქვენ ღმერთთან სტადიონი მატჩი ვიღაცამ შენიანმა რომ მოიგო არ მიიგახლოვებს იგი შენ ღმერთთან მაშინ რა აზრი აქვს გეტყვი რა აზრი აქვს შენი ეგო სპორტის მოყვარული ეგო დაიყმაყოფილი შვინვა ქვია მაგას რა შენ სტადიონზე რო იჯექი შენი სული ტკბებოდა შენი მშვინვა შენი ქართველი სპორტული მშვინვა ტკბებოდა იქ სული საწყალი სადღაც იმაში იყო გათიშული მუთხეს დაიკარგე აქედან ცოტა ხანი 1-2 საათი აქ არაში ისაქმე და გააძევეს სული იქ სტადიონზე შენი მშვინვა ტკბება რესტორანში შენი ხორცი ტკბება და კუხნაში სულში ლოცვებში ღმერთის საქმის კეთებაში მოწყალება ლოცვა დახმარება ეშმაკების განდევნა ქადაგება სასუფეველის საქმის კეთებაში შენი სული ხარობს შეიძლება დაიღალე ხორცით შვინვით მაგრამ და დამბով რა კარგია всё хорошо კმაყოფილი ხარ რატომ შენი სული დამოყოფილია აქ პავლე უყურას ამბობს ისევ საჭმელი არ მიგაახლოვებ თქვენ ღმერთთან ვინაიდან თუ ვჭამ ანდარამეს უყურებ ვერაფერს ვიმატებთ თუ არ ჭამ არაფერი გვაგვდება უყურეთ გავრცილდით რომ ეს თქვენი თავისუფლება დარბკოლება არ გახდეს უძლურთათვის აი ამასა მე რომ ეს მინდა რომ მოვიდეს ეს იმ ხალხისადმი კაცო თუ უყურებ ახლა ვიღაცა ტუალეტში ზის ხო არ იღება მე საფერფარეშოში ვზივარ
არა მაგარი მაზე ვზივარ ჭკლივ ვინ იღებს ამას ამისთანა არის სულიერი მორწმუნისათვის ამისთანა არის და შენ თუ არ ხედავ პატარა ბავშვის ტიტლიგანა ზის იქ და ზუბეხებზე კიდია მისი სინისი არა ესა არ სხვენი ამას მაგრამ ეს ანიშნავს რომ ზო ნორმალია კაი პატარასიც ნორმალია მაგრამ დიდი ასე რომ მოიქცეს და ნორმალია გააფრთხილდით რომ ეს თქვენი თავისუფლება პავლე ეუბნება კორინთელებს დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის შეიძლება ჩვენი თავისუფლება მე შემიძლია ეს ამის ჭამა შემიძლია მე იმის ყურება შემიძლია მე სტადიონზე სიარული შემიძლია მე საკერპოში ჯდომა შემიძლია და პავლე ამბობს გასაკეთებ თქვენი რატომ არ უყურებთ ახლებს ისინი ხო თქვენ მოგბაზავენ თქვენი თავისუფლება დააბკოლება ნუ გახდება უძლურთათვის უყურე სას ამბობს ეს იმ დროისთვის თუ ვინმე დაგინახავს შენ რომელსაც ცოდნა გაქვს და საკერპეში მჯდომარეს განა ეს მისი უძლურის სინდისით არ განაწყობს მას კერპში ნაწერის საჭმელად აი ის თუ ზის მეც დავждები გასო ის თუ სტადიონზეა მე საბო სტადიონზე ის თუ საკერპეში ზის მეც ჩავჯდები იმ საკერპეში და მოციქული პავლე ჭამს და მეც შევჭამ მაგრამ იმას რწმენა და იცის არაფერი არა მაგრამ ეს ამის სინდის ამას ვერ აიღებს ის და რა უძლურის სინდისით და უყურას ამბობს მე პავლე და შენი ცოდნის მეოხებით საშუალებით ჩემო ძვირფასო დაიღუპება გესმის დაიღუპება ალო ეს სიტყვა მეც არ მიყვარს მასწავლეს იქ ამერიკელებმა და შემჩალგოთ გესმის ჩემო ძმაო შენი ცოდნის საშუალებით შენ რომ ცოდნა გაქვს თავკომბალა რო ხარ შენი ცოდნის გამო იღუპება შენი უძლური ძმა რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე შენ ამბობ რატომ იწოდებ თავკომბალა კი არა დავითი მიცი თავის თავზე რა თქვა მე ვარო ჭია თავკომბალა უფრო დიდი ეგას და ჩვენ ისე რა ვართ ჭიას რომ ჭია ყავს და იმ ჭიას კიდევ ჭია რო ყავს ის ვართ ჩვენგან გამომდინარე ქრისტეში ახალი პნელებანი ვართ და ჩვენი ხორცი და მშვინვის და ჩვენი ვიპენდეხოებით ჩვენ ვართ ჭიაზე უარესები ესა ამის თქმა მინდოდა მეგობრებო ძმებო დებო უყურეთ რასწერს სული წმინდა შენი ცოდნის საშუალებით აი შენ რო გაქვს ცოდნა და აი თავისუფლება რო გაქვს აი შენი თავისუფლების გამო იღუპება ხუპაო შენ მას შენი ძმა ვისვისაც მოკვდა ქრისტე ვისვისაც ქრისტემ სისხლი დაღვარა თუ რამე არის კიდე ეხერცი და წავიდა არა და მე მგონი დამთავრდა არა ამრიგად შესწოდავთ გესმის შესწოდავთ რა ძმების მიმართ და დააჭრილობებთ ხედავ ჭრილობებს გაუკეთებთო დააჭრილობებთ მათ უძლურ სინდის თქვენ ქრისტეს მიმართ სწოდავთ და ამიტომ პავლეს გამოაქვს განაჩენი ვერდიტი ამიტომ თუ საჭმელი სულ ერთი საჭმელი სპორტი სტადიონი კინოში რა ვიცი რა ვთქვა აი ეს ამ ქვეყნიური რაღაცეები მაგრამ საჭმელი ეს საჭიროა მაგრამ პავლე ამბობს უყურე თუნდაც რომ ეს საჭმელი რომელიც მე მჭირდება საჭმელი თუ ასთუნებს ჩემს ძმას პავლე ამბობს მე მზად ვარ უკუნისამდე არ ჭამ ხორცს
რათა არ ვაცთუნო ჩემი ძმა. ზა. და ბოლოს კიდე ერთი რისის მამიდა და ვერ მოასწარ. ჩვენ როცა რამეს ვაკეთებთ, სადმე მივდივართ, მე ერთმა მორწმუნე მასწავლა ეს, ჩემმა ვისგანაც მოვინანიე. თემური ეჯიბიამ იმან მასწავლა ასეთი რაღაცა. როცა რამეს აკეთებ, სადმე მიდიხარ. რაღაცა პასუხი კიდე გასცე. ან რაღაცა მოისმინე. ყოველ სიტუაციაში მოასწარია და შეიკითხე შენ თავს. აქ იესო წავიდო და როგორ ფიქრობ? ჩემი იესო არ წავიდოდა სტადიონზე. არა. ღმერთს ფიცავარ. ჩემი იესო თუ წავიდოდა სტადიონზე, იქ იქნებოდა დიდი ევანგელიზაცია. და მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ რო იქ იყავი, არავითარი ევანგელიზაცია არ ყოფილა. არც ბოროტისული განდევნილა, არც ვიღაც განკურნებულა და ხალხი არ მოსულა. და თუ ეს მოხდა, მომწერე მე და მე სახალხოდ მოვიანიებ. მაშინ ეს პირიქით, ეს ქონდა შენ გადასაღები. რომ ვიღაცა მოინანია, ვიღაცა მირწმუნა, ვიღაცა განიკურნა, მაშინ გადაიხებდი ეს რომ მოხდარიყო. შეეკითხე. ჩემი იესო სტადიონზე არ ზის. ჩემი იესო სერიალებს არ უყურებს. ჩემი იესო არ ჭორიკნობს. მე მყავს ჩემი იესო, რომელსაც ვეცნობის სახარებიდან. ყოველთვის კარგი არის. ვასწავლოთ, შევისწავლოთ ეს კანონი, კანონი ეს. პრივიჩკად გავიხადოთ. იესო წავიდოდა იქ. ხანდისხან არ წავიდოდა, მაგრამ რა ვიცი, მინდა. კარგი, წადი, მაგრამ იცი რომ შენი იესო ასე არ გაკეთებდა და შენ მეორე რაუნდზე, მესამე რაუნდზე აუცილებლად გაიმარჯვებ. იმიტომ რომ თუ შენ თავს არა, შეიძლება წასულიყო იესო. ეს არ უთხარ შენ თავს. ასე ნუ გასულელებ შენ სულს. უთხარი, დიახ, ჩემი იესო არ წავიდოდა, მაგრამ მე შეცდი და არ შვინიერად მოვიქეცი. მაბადიობა. ერთი რაუნდი წააგე, მეორე წააგე, მესამე გელოდება წინ, მეოთხე. გაიმარჯვებ, დაგეხმარება უფალი. როცა ხედავს უფალი რომ შენ გამარჯვებისკენ ხარ მოწოდებული და გამარჯვება გინდა დაგეხმარება უფალი. მაგრამ თუ შენ იფიქრებ რომ შენი იესო ასეთი იყო, ასე გააკეთებდა. შენი იესო უკაცრავდა ბოდიში და ვიღაცების არც სიტყვას ვერ ამონდის გაზი. ქალი, კაცი ერთმანეთზე არეული აქვთ უკვე და ეკლესიები აქვთ. კაცკაცი აკურთხებენ. აქ ჩვენთან ინგლისში ხუცესმა არ აკურთხა ეს კაცი კაცზე. და უშტრინგეს თავი ციხეში, ვიის აბანოში. რატომ? ორი კაცი არ აკურთხა. იმიტომ რომ ღმერთს უყვარს ორივე იესოს. არა, ჩვენი იესო ამისთანა კაცო. გავათვალისწინოთ, როგორია ჩვენი იესო. ჩვენ იესოს ვცნობთ აი აქედან. კიტადან, სახარებიდან, რაც აქ ლაპარაკობს იესო, ისა ჩვენი იესო. და მე არ მინდა სხვა იესო, პავლემ რო თქვა, სხვა იესო, სხვა სახარება. თვითონ კონდეთ ვისაც უნდა და შენ კონდეს თუ სხვა იესო ყავს, მე არ მინდა შენი იესო. მე მინდა ის იესო, რომელიც არის ჭეშმარიტი იესო. მე მინდა ჭეშმარიტი სახარება და ჭეშმარიტი სულიწმინდა. ამიტომ უფალმა გაკურთხოს, დაგლოცოთ და ვეცადოთ მებოდა. არც ახალმოსულები, არც ძველმა არავის საცდური არ გავუკეთოთ. დავიმახსოვროთ ეს ადგილები. პავლემ თქვა, თქვენ ხუპავთ თქვენ ძმას, თქვენ ჭრილობებს აყენებთ თქვენ ძმას, თქვენ ქრისტეს მიმართ ცოდავთ და პავლემ გადაწყვიტა. თუნდაც რომ საჭმელს სასმელის მჭირდება და საჭიროა და ღვთისგანმაქვს, თუ ეს აცთუნებს ჩემს ძმას, უკუნისამდე არ შევჭამო ხორცს. აი ამისთანა ხალხს შემოვევლე, ფეხებზე ვეამბორი,
ყოსნით მურად რა ვიცი მაგალითად დავიყენებ ამისანა ხალხს და უფალო გამხადე მე სამისთანა და ამისანა შვილები გიმრავლოს უფალო როგორც პავლე მოციქული იყო და გაგხადე უფალო შენისთანები შენ გემსგავსო სიტყვაში საქმეში ქცევაში და შენ გულის ტკივილებში იესო ნაზარევილის სახელით გთხოვთ მამაოძესიე რომ ამინ უფალმა გაკურთხოთ და აგლოცოთ აბა ჰე და აბა ხო კარგად